საქართველოში 2010 წლიდან მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი კამპანიის დავასუფთავოთ მსოფლიოს ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მხარდაჭერით და შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება პროექტი დავასუფთავოთ საქართველო. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში. საქართველო 2010 წელს შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას დავასუფთავოთ მსოფლიო აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მხარდაჭერით, ასევე შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით განხორციელდა პროექტი დავასუფთავოთ საქართველო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება სექტემბრის თვეში მასობრივი დასუფთავებები. გურის სამხარეო ადმინისტრაცია იღებს მონაწილეობას ამ პროექტში. პროექტი გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში, 19-21 სექტემბერი. ეს იქნება ერთგვარი მაგალითი იმისა, როგორ გავუფრთხილდეთ გარემოს, არ დავანაგვიანოთ, არ დავაბინძუროთ და დავასუფთავოთ ის. დღეს გურის რეგიონი შეუერთდა საერთაშორისო კამპანიას დავასუფთავოთ მსოფლიო, რომელიც სტარტდება ყოველი წლის სექტემბრის თვეში. აღნიშნულ აქციაში ჩაერთო გუბერნატორის ადმინისტრაცია, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები და მათი ტერიტორიული ერთეულები. ქალაქის მერიის ინიციატივით სკოლის დაწყების წინა დღეს ყველა სამსახურმა მიიღო მონაწილეობა ქალაქის დასუფთავებაში და ბავშვებს დავახვედრეთ დასუფთავებული ქალაქი. დღეს უერთდებით აღნიშნულ აქციას და ვიღებთ მონაწილეობას ქალაქის დასუფთავებაში მყარი ნარჩენებისაგან. დასუფთავების აქციამ სისტემატიური ხასიათი მიიღო მუნიციპალიტეტში. ჩვენ მაქსიმალურად ვთვლით, რომ ნებისმიერ თავისუფალ დროს თანამშრომლებთან ერთად გამოვიდეთ და მოსახლეობასთან ერთად დავასუფთავოთ ჩვენი სოფლის მიმდებარე ტერიტორიები და დაბინძურებული ადგილები და მინდა გითხრათ, რომ ეს 3დღიანი აქცია, რომელიც მიმდინარეობს, ეს არ იქნება მხოლოდ ამ 3 დღით არ შემოიფარგლება ამ 3 დღე და გაგრძელდება სისტემატურად. აქცია დავასუფთავოთ საქართველო 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.